მივესალმები ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, აჩქარებულ და სტრესულ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს სულიერ სიმშვიდეს და ბალანსს. სწორედ ამიტომ ადამიანები მიმართავენ მედიტაციას. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მედიტაცია და თუ რატომ ამაზე ჩემი რესპონდენტი უკეთესად გვესაუბრება. გიორგი ბერძენიშვილი, იოგა აკადემიის დამფუძნებელი არის ჩემთან ერთად დილიდან. გიორგი, დილამშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. თავარი მესიჯი არის ის, რომ რაც უფრო მეტად ეძებს სიმშვიდეს, უფრო მეტად გაგირბის ის. როგორ მივმართოთ მედიტაციას? ეს პარადოქსია ერთი მხრივ, მაგრამ იოგები ასწავლიან, რომ უნდა გავაცნობიეროთ რეალობის ბუნება, რომ ის მუდამ ცვალებადი იქნება და გონება მუდმივად დინამიური არის. ჩვენ ვაკეთებთ ასანებს სხეულის პოზებს, რაც ხელს უწყობს სხეულის სტაბილიზაციას, ჯანმრთელობას და ეს გავლენას ახდენს დადებითად გონებაზეც. გონება მშვიდდება და კონტროლის ქვეშ ექცება, მაგრამ შემდგომ საფეხურზე თვითონ ეს სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, რომ მოვთოკოთ პროცესები და რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ ის, რომ რეალობა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და ამას სანსკრიტულად ეწოდება სამი გუნა, ანუ ეს მოძრავი ბუნება არის ესეთი. და ამ რეალობის გაცნობიერების შედეგად ჩვენ უფრო ვსწავლობთ ადაპტირებას, აი დინამიკას ცხოვრების რაღაც ესე ვთქვათ ქაოსში ვაუვლობთ ბალანსს. და ეს მართლაც პარადოქსი არის, რომ აი ჩვენ არ უნდა ჩავეციკლოთ სიმშვიდეზე, არამედ გაცნობიერებაზე, ანუ რა არის რეალობის ბუნება. გიორგი, როცა მე ვარ დამწყები და მინდა დავიწყო მედიტაცია. არ ვიცი რა გავაკეთო და რა არის პირველი ნაბიჯები. როგორ უნდა შემოვიდე ამ სამყაროში? ჩვენ ურჩევთ მარტივ პოზებში დაყოვნებას, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შესაძლებელი არის. შეიძლება 5 წუთი. კი, შეიძლება 5 წუთი, 10 წუთი, იმიტომ რომ სხეული რო უძრავი ხდება, მაგ დროს ეს აქტივობა გადადის გონებაში და ჩვენთვის რაღაც უფრო ხელის გულზე გადაიშლება ჩვენი ფიქრები, ემოციები და ასე შემდეგ. და ამიტომ ჩვენ ხან ვურჩევთ, რომ უბრალოდ მარტივი პოზა, კომფორტული პოზა არის. აი, მარტივი პოზა, მაგალითად ეს არის ფეხები კომფორტულად იქნება, შეიძლება და სადაც შესაძლებელი იქნება ხერხემლის გამართვა. შეიძლება მივმართოთ ბალიშს, რომ უფრო ამაღლებულზე დავსხდეთ, უფრო ადვილი იქნება ხო, გამართული ხერხემლის შენარჩუნება, მაგრამ ასევე ვურჩევთ ძალიან, რომ თვითონ კონკრეტული პოზებიც რო გავაკეთოთ იოგა სტატიკური პოზები. ეს კომბინაციაში გამოგვივა თან მედიტაცია და თან თვითონ ფიზიკური ვარჯიში ჯანმრთელობისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს დროის ეკონომიასაც აკეთებს, ხო? ანუ ცალკე ჯდომა ერთი მხრივ კარგი არის ასევე, მაგრამ თუ იქნება ეს მარტივი პოზები, სადაც თუნდაც 1-2 წუთი დავყონდებით თითოში და იქნება თქვა თუნდაც 5-10 პოზა. ეს ჩვენი დღის რუტინას შექმნის, რაც იქნება 10 წუთიანი ან 15 წუთიანი რუტინა, რომელიც არა მარტო გონებაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც იქნება. აი ხა გონები აკეთებენ ესეთ მარტივ პოზებს და ანუ ეს არის ძალიან მარტივი დამწყებთათვის. ახლა ჩვენ მაყურებელს კათხში ვაჩვენებთ, რომ იმ მარტივ მოძრაობას, რომელიც დამწყებსაც შეუძლია რომ შეასრულოს. მე გიორგი, მაინტერესებს რა სიხშირით დღეში ყოველდღიურად რამდენი წუთი შემიძლია დავუთმო აი ამ ყველაფერს? 5-10 წუთი დასაწყისისთვის სავსებით საკმარისი არის. თავარი არის, რომ ერთბაშად არ უნდა მოვინდომოთ, რომ გავაკეთოთ 2 საათი და შემდგომ გქონდეს ჩავარდნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ სტაბილური რუტინა, შესაძლებელია დილას, აი ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, რომ დილას კარგი დრო არის, ანუ მედიტაციისთვის, გონებაზე დაკვირვებისთვისაც. და ეს ყველაფერი აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე. აი მე ისმე მეკითხა, დადებითი მხარეები რეალურად რა აქვს მედიტაციას? მედიტაციას ანუ ის აქვს, რომ ჩვენ სწავლობთ იმას, რომ არ ვიყოთ მიჯაჭვული, ანუ იოგური მედიტაცია მოიცავს 2 კომპონენტს. ერთი ის არის, რომ მიჯაჭვულობის უარყოფით მხარეებს ვაცნობიერებთ. და ამით მენტალური ტკივილისგან თავისუფლებით. ეს ერთი. და მეორე საკუთარი ბუნების შემეცნება არის, რომ არ გავიგივდეთ მატერიალურ საწყისთან. ის რაც, ასე ვთქვათ, წარმავალია ცვალებადი არის და ჩვენ წარსულზე არ ვიყოთ მიჯაჭვული, ესე ვთქვათ, ის რაც კონსტრუქცია არის. ამიტომ ეს ეხმარება ძალიან მენტალურ ჯანმრთელობაში, როცა ჩვენ თვითონ ანუ შიგნიდან
ვაბალანსებთ საკუთარ თავს. გიორგი, აი თქვენ ჩვენ დილით ვახსენეთ მე და გიორგი საუბრობდით, რომ მედიტაციის პროცესში და ზოგადად იმ სიმშვიდის ბალანსის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი არის სუნთქვა. მათ შორის სუნთქვითი ვარჯიშები. თქვენ უკეთესად გვეტყვით, აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება მარტივად გააკეთო, ალბათ ჩაისუნთქვა, ამოისუნთქვა და აი ამ ნეგატიური ფიქრებისგან განთავისუფლდე. მარტივი ვარჯიში არის, რაც ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს 1 წუთის განმავლობაში სუნთქვის დათვლა. აი 4 ნახევარი 1 წუთში არის საშუალო მშვიდი სუნთქვის რიტმი. ხანდახან თავიდან 1 წუთში რო დავითვალოთ, შეიძლება იყოს 8-10-იც და ეს აჩვენებს, რომ თქვა სტრესი გვაქვს. როგორც კი შემდგომ 1 წუთში უკვე შემცირდება სუნთქვის რაოდენობა, თავს უკეთესად ვიგრძნობთ, ხო? აი შევისუნთქე, ამოვისუნთქე 1, შევისუნთქე, ამოვისუნთქე 2 და თუ 1 წუთში გამოდის დაახლოებით 4 ნახევარი, ნუ შეიძლება 3-იც იყოს და 6-იც. ეს არის ძალიან კარგი დამამშვიდებელი რიტმი, რაც გონებაზეც ახდენს გავლენას და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება, ეს აუცილებელი. გიორგი, მე მინდა ასევე მაყურებელს ვუთხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მედიტაციის დროს სწორი პოზიცია, როგორც თქვით და ამ დროს ვისაც აწუხებს ხერხემლის ტკივილები, აქვს მჯდომარე ცხოვრების წესი და ზურგის ტკივილი აქვს, მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა გავლენას ახდენს ჩემზე? მე ურჩევდი, რომ თვითონ ჯდომამდე რამდენიმე ასანა, აი მარტივი თუნდაც ხერხემლის, აი რაც ჩვენ ვაჩვენეთ, კი, აი სადღაც 5 წუთიანი პრაქტიკა რო გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ხერხემალი მაინც მოვამზადოთ. კი, მაქსიმალურად დაუძაბველი პოზა უნდა იყოს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ასევე აღნიშნავდი იმას, რომ მედიტაცია მაინც არის დამოუკიდებელი ჯადოსნური მოგზაურობა. ერთი მხრივ ჩვენ კი ვასწავლით ტექნიკებს, მაგრამ ამას ვაცნობიერებთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ორიენტირი უნდა იპოვოს საკუთარ თავში. შეიძლება ისეთი რაღაცა აღმოაჩინოს, რაც არასდროს არავის არ უთქვამს. აი მე მაინტერესებს და ალბათ მაყურებელსაც, რომ ბოლოს თუ კონცენტრაცია გვიჭირს, აი ამაზეც თუ გვირჩევს რამეს, ვისაც უჭირს რომ რაღაცნაირად მოდუნდეს, გათავისუფლდეს აფიქრებისგან, აი პატარა რჩევა დასაწყისში. ეს იქნებოდა მაგალითად ჰობიში ჩაძირვა, ანუ ისეთ საქმეების დროს, საქმიანობის დროს გაცნობიერება და სიყვარულით და ხარისხით კეთება იმისა, რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის ყურადღების დაჭერა იმაზე, რაშიც არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ინტერესი, რის მიმართაც არ გვაქვს და ამიტომ ესეც ერთ-ერთი იოგას ფორმა არის. კარმა იოგა ქვია, მოქმედების იოგა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იმაში ვიყოთ მთლიანად ჩაძირული და ხო, ჰობიზე კონცენტრაცია, ანუ გაცნობიერებული კეთება, შეიძლება ეს მუსიკალური დაკვრა იყოს, ანუ პროფესიონალმა შეიძლება უფრო მეტი სიამოვნება ვერ მიიღოს, ვიდრე დამწყებმა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო თემა არის, ზოგადად მედიტაცია ჩემთვის პირადად. მე მაყურებელს ვატყვი, რომ თქვენი ყოველდღიური სტრესული ცხოვრებისგან ძალიან კარგია სიმშვიდის პოვნა თუ მედიტაციას მიმართავთ, როგორც გიორგი თქვა, დღეში 5-10 წუთიც რომ გამონახოთ თქვენი თავისთვის, მიიღებთ გონებრივ სიმშვიდეს, ასე რომ ჩვენ დაგემშვიდობებით, მშვიდი და ენერგიულ დღეს გისურვებთ.